მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ვალის საბაჟო გამშვებთ პუნქტზე ერთი მესაზღვრე მაშინ დაჭრეს, როდესაც 5 პირი უკანონოდ საზღვრის კვეთას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილდნენ. წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პირმა ერთ-ერთი მესაზღვრე ცივი იარაღით დაჭრა. ამავე წყაროს ცნობით პირები უკვე დაკავებულები არიან, ხოლო დაჭრილი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ორგანიზაციებს სთხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს. ამის შესახებ განცხადებას 5 ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავრცელებს და ამბობს, რომ უწყებიდან შეტყობინება 17 მაისს მიუვიდათ. მათივე განცხადებით არაპირებენ პერსონალური მონაცემების გადაცემას, თუნდაც ამას დევნა და დაპირისპირება მოჰყვეს. საუბარია ქართული ოცნების ფარაზე, რომელიც 31 მაისს შევიდა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ოცნების წევრები ამტკიცებენ, კანონი ამერიკაში მოქმედის ანალოგია. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საქართველოში მიღებული კანონი მიზანში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს იღებს და ამერიკული ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება. გარდა ამისა, საქართველოში მიღებული კანონი შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირს არ მოიწვევენ. ამის შესახებ განცხადება კობახიძემ დღეს მედიის შეკითხვას პასუხად გასცა. კობახიძის მტკიცებით ადგილობრივ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არის და მათ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე იწვევენ. ეუთო ოდირი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა. ამას კობახიძემ გადახვევა და გამონაკლისი უწოდა და თქვა, რომ იმ დროინდელი არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან. ეუთო ოდირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 2006, 2017 და 2021 წლებში, მათ გარეშე 2014 წლის არჩევნები ჩატარდა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე.